მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში სულხან-საბას ქუჩაზე არსებული საავტომობილო გზა დაზიანებულია. ჩვენ კითხვებით გუშინ ახალციხის მერიას მიმართეთ. დღეს გზა ნაწილობრივ შეაკეთეს. ახალციხეში სულხან-საბას ქუჩა 17 ივნისამდე ასე გამოიყურებოდა. დაზიანებებიდან გამომდინარე გზა უფრო მეტად მთის რთულ რელიეფს ან მდინარის კალაპოტს ჰგავდა, ვიდრე ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს მდებარე ქუჩას. ადგილობრივების თქმით, გზა წლებია დაზიანებულია. გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შეკითხვით ახალციხის მერიას გუშინ საღამოს 5 საათზე მიმართეთ. მერიის პასუხს გზის ნაწილობრივ შეკეთებამ დაასწრო. დღეს 18 ივნის ქუჩა ასე გამოიყურება. მერიაში ირწმუნებია, რომ გზა შეაკეთეს, ხოლო კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ტენდერი მალე გამოცხადდება, თუმცა კონკრეტულ დროს არ ასახელებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება. დღეს 18 ივნის უკრაინულმა უპილოტოებმა მოსკოვზე მასირებული შეტევა განახორციელეს. ეს ბოლო 3 დღეში მეორე შეტევა იყო. დრონებმა საჰაერო თავდაცვის მიუხედავად მოსკოვის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებამდე მიაღწიეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. აფეთქების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტი ჩაიკეტა და ფრენები გაუქმდა. წალკის ინკლუზიური ცენტრი ივლისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. საკითხზე ჩვენი ჟურნალისტი ლამუნა ირემაშვილი მუშაობდა. გთავაზობთ სიუჟეტს. წალკის ინკლუზიის ცენტრი მუშაობას ივლისიდან შეუდგება და 16-დან 18 წლამდე ასაკის მსუბუქი და საშუალო ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მოემსახურება. ბენეფიციარებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ რეაბილიტაცია, აბილიტაციისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამით. ეს ის პროგრამებია, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში შეშემო ბავშვებისთვის ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა და მშობლებს შვილების ტარება დიდ ქალაქებში უწევდათ. დღის ცენტრი ბულგარეთის საელჩოსა და წალკის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. წალკის ინკლუზიის ცენტრი შეიქმნა ბულგარეთის საელჩოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აქტიური ფინანსური მხარდაჭერით. წალკის მუნიციპალიტეტმა გადმოგვცა შენობა, რომლის რემონტიც, ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღო და სარემონტო სამუშაოები სრულად სტანდარტის დაცვით მათ განახორციელეს, ხოლო ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით შევიძინეთ და ცენტრი აღიჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და გადამზადდა წალკაში მაცხოვრებელი ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებსაც ასე ვთქვათ, აუმაღლეთ კვალიფიკაცია კონკრეტული მიმართულებით, მიეცათ მათ დასაქმების საშუალება. ვის შეუძლია პროგრამის სარგებლობა და რა პროგრამებს თავაზობენ ცენტრში. პროექტის მენეჯერი ნათია ლომთაძე დეტალურად განმარტავს მომსახურების მახასიათებლებს. წალკის ინკლუზიის ცენტრში ამ დროისთვის რეგისტრირებული არის დღის ცენტრის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ემსახურება 6-დან 18 წლამდე მსუბუქი და საშუალო ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. თვითონ პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა თერაპიების, როგორც ჯგუფური აქტივობების, სხვადასხვა აკადემიური თუ სოციალური უნარების განვითარებას, ასევე დამატებით იქნება მეტყველების თერაპევტის მომსახურება, ფიზიკური თერაპევტის მომსახურება, ქცევის მართვის სპეციალისტები და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ პროგრამა თავის თავში გულისხმობს ბენეფიციარების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას და მომსახურებას და ასევე ადგილზე იქნება კვებით მომსახურება, რაც ასევე შეიძლება ასევე თერაპიულ ხასიათს ატარებს. თვითონ ჩვენი ცენტრის მოსარგებლეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტული დღეების შესაბამისად ჩაერთონ სამზარეულოს, ასე ვთქვათ, სამზადისში, თვითონ მოამზადონ თავისთვის რაღაც საკვები და ესაც თერაპიული დატვირთვის არის. დღის ცენტრი ემსახურება 17 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს. გარდა დღის ცენტრისა, ასევე უკვე მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამის, რომელიც ასევე 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მოემსახურება და გარდა ამისა 18 წლის ზემოთ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც რეგისტრირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტის პროგრამა, რომელიც უშუალოდ არის გათვლილი 18 წლის ზემოთ მყოფი შეშემო პირებისთვის.
ჩვენ მომსახურებას გავუწევთ 18 წლამდე მოზარდებს და შესაბამის მომსახურებას შევთავაზებთ. და ჩემი მოვალეობა არის ასევე, რომ ფსიქოლოგიური დახმარება გავუწიო შესაბამისი დახმარების მქონე მოზარდებს. დღის ცენტრი უკვე 1 ივლისიდან დაიწყებს მუშაობას. იმისათვის, რომ ჩვენი სერვისით ისარგებლო შესაძლებლობის მქონე ბავშვმა, მნიშვნელოვანია მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც არის წალკაში, წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მის შემდეგ უკვე ვაუჩერით შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ცენტრში და მიიღონ შესაბამისი მომსახურება. ინკლუზიის ცენტრი არის ერთადერთი და პირველი პროგრამა წალკის რაიონში, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, აქამდე თუ კი მათ ჰქონდათ რაიმე საჭიროება, მაგალითად რეაბილიტაცია, აბილიტაციის კუთხით, ან თუნდაც სხვადასხვა უნარების განვითარების, ისინი იძულებული იყვნენ მშობლები წამოიყვანათ თბილისში და აქ მიეღოთ შესაბამისი მომსახურება, რაც რა თქმა უნდა დამატებითი დაბრკოლება იყო მათთვის, დამატებითი ხარჯი იყო. ახლა უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ყველა მათთვის საჭირო სერვისი, მათთვის საჭირო თერაპია მიიღონ უშუალოდ ადგილზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენს ცენტრში ასევე დასაქმებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები და ეს მათთვის არის კიდევ დამატებითი ხელშეწყობა, რათა გაჩნდა მათთვის დასაქმების ადგილი, გაჩნდა მათთვის დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი მოსარგებლეების ჩართვა სოციუმში, სხვადასხვა აქტივობებში იქნებიან ისინი ჩართულები, რა თქმა უნდა, ეს იქნება ინკლუზიური ხასიათის და ვაჩვენეთ, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. დღის ცენტრი მზადაა დახჭურულია ყველა საჭირო ინვენტარით. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომერზე 555 36 37 63 ან მიხვიდეთ მისამართზე. წალკა, ათენსის ქუჩა 39. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.